წარმატებული ადამიანი 21 საუკუნეში, ჩვენ საუკუნეში საშუალოდ 6-ჯერ შეიცვლის პროფესია. იგივე ჩნდება ესეთი ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ მოიცა კაცო რა პროფესია შეიცვლის, ეხლა არ მითხრა რომ ფეხბურთელი გახდება მუსიკოსი და მასწავლებელი გახდება მკერავი და ასე შემდეგ, ხო? ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ საიდან მოიტანეთ ეგეთი კონტრასტები. ვინ თქვა რომ ფეხბურთელი მუსიკოსი გახდება და მასწავლებელი მკერავი, არც არავის არ თქვა. საუბარი არის მონათესავე ცვლილებებზე. ანუ მაგალითად მე თუ ვიყავი მასწავლებელი სკოლაში, არის შანსი რომ კერძო რეპეტიტორობაც შევიძინო, ასე ვთქვათ და განსხვავებულია, ხო, კლასის მასწავლებლობა და რეპეტიტორობა პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ერთი პროფესიის ორი განშტოებაა. მე ესე კარგი რეპეტიტორი თუ გამოვედი, შეიძლება გადავწყვიტო, რომ მოდი ვიდეოებს ჩავწერ, ესე იგი ონლაინ და აქ უკვე შეიძლება კონტენტ დიჯიტალ კრეატორი გავხდე.